ღმერთმა შეგვაძლებინოს მოგცეს სიმდაბლე და რომ ვიყოთ თამდაბალნი. აი წარმოიდგინეთ, თუ ადამიანი ღვაწლში არ იმყოფება, თუ არ არის დაღლილი, დაქანცული, შრომით, მოღვაწეობით, ლოცვით, კეთილი საქმის ქმნით და თუ კი მას მიეცემა ოდნავ მაინც თავისუფალი დრო, აი მაშინვე საკუთარ თავს განიდიდებს, მოწონს საკუთარი თავი. ეს მოწონება არის შთაგონება ბოროტის სულისა. და იგი ეუბნება, ნახე, რა კარგი ხარ, ესეთი ხარ, ესეთი ხარ, ესეთი ხარ, ესეთი ხარ. აი ამას აკეთებ, ამ სიკეთეს აკეთებ. და ადამიანს მოწონს თავისი თავი. და როგორც კი მოგეწონება საკუთარი ქმედება, საქციელი და საკუთარი თავი, მაშინვე შემოდის უკვე სიამაყე. ანუ რა კარგი ხარ. და იჯერებ ამას. სიამაყე არის ამპარტავნების ერთ-ერთი, თქვათ, ტოტი. აქედან ამპარტავნებამდე სიამაყე ასაზრდოებს ამპარტავნებას. და ამპარტავნებაში უკვე რო ჩავარდება ადამიანი და სრულიად რო დაიჯერებს, რომ მართლა რაღაცას წარმოადგენს, აი მაშინ იწყება მისი უბედურებების მთელი კასკადი. აი მაშინ შორდება სწორედ ღმერთს, მაშინ მოაკლდება მას ღვთის შეწევნა და მადლი, რომელმაც ეს პიროვნება, ეს ადამიანი გახადა ესეთი გულმოწყალე, ესეთი კეთილი, ესეთი მოღვაწე. არა თავითვისით, არამედ ღმერთის მადლით ხდება ყოველივე. და როდესაც ჩაქჩურჩულებს ბოროტის სული, რომ რა კარგი ხარ, აი ეს სიკეთე გააკეთე, აი ეს გააკეთე და ასე შემდეგ. ლოცულობ, ნახე, არ გეზარება, წირვაზე მოდიხარ და ასე შემდეგ. უნდა უთხრათ, რომ twinier შენსა უფალო არ არის ძალმიც ყოფა და არცა ერთი. სიტყვისაებს შენისა. ანუ როგორც შენ თქვი უფალო, რომ twinier ჩემსა არ არის ძალგიც ყოფა და არცა ერთი. ერთი რამის გაკეთებას არ შეგიძლიათო ჩემ გარეშე უფლის სიტყვებია. აი ეს სიტყვები შეიძლება გავიმეოროთ, რომ შენი მოცემულია ყოველი, შენით ხდება ყოველივე ღმერთო. შენს გარეშე მე ვარ ის გაუბედურებული ადამიანი, რაც ეკლესიამდე ვიყავი. ცოდვის წუმპეში ჩაფლული და განადგურებული, გაუბედურებული, გაუხეშებული სულით და შებილწული სულით. აი ესეთები ვიყავით. მაგრამ როგორც კი ნება გამოვხატეთ და პატარა ძალის ხმევა დავატანეთ, ღმერთმა მაშინვე ფეხზე წამოგვაყენა და თუ რამე კარგი და კეთილი არის ჩვენში, ეს არის ღმერთის მოწყალებით. ღმერთის შეწევნით და ღვთის მადლით არის მოცემული. ამიტომ არაფერი არ აგვაქვს ჩვენ ადამიანებს საამაყო. გავიხსენოთ აბა ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრები. რა აზრები მოგდის, როგორი სამარცხვინო აზრები მოგდის. რა გვაქვს საამაყო ამაში? ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, მტვერი და ნაცარი. ამიტომ რაც უფრო ჩვენში იქნება უბრალოება და არ იქნება საკუთარი თავის განდიდება, მით უფრო უხვად მოდის სულიწმინდის მადლი. უფრო მეც გაძლევს. და რაც უფრო აი ამ ღვთის მადლს მიითვისებ და იტყვი, რომ ჩემია ეს ძალა, რაც ჩემში არსებობს, მაშინვე ის განგეშორება და დაგანახებს, აი როგორი უსუსური ადამიანი ხარ. აი მაშინ იწყება კვნესა. არ შეგიძლია დილის ლოცვის წაკითხვა, საღამოს ლოცვის წაკითხვა, არა ხარ მხნე სულით, წირვაზე დგომა გიჭირს, გონება გეფანტება, ვერ უსმენ ლოცვას და როდესაც ვინმე პატარა მიზეს მოგცემს, ან შეიძლება მოგეჩვენოს კიდევაც, მაშინვე მრისხანებ, ბილციტყვაობ
და იგინები. აი ღვთის მადლის გარეშე ესეთები ვართ ჩვენ ადამიანები. ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ვიყოთ გონიერები და თავმდაბლობა შევიძინოთ. თავმდაბლობა ზოგს გონია ესეთი რამე რომ მაგალითად ღმერთს გიგინებენ, სიწმინდეებს გილანძღავენ და უნდა დახარო თავი და უნდა იყო ჩუმად. ეს ყველაფერი მოითმინო. სამშობლოს გილანძღავენ, ოჯახის წევრებს შეურაცხყოფენ და თავი უნდა ჩახარო და ესე იყო. რა თქმა უნდა, ეს არ არის თავმდაბლობა. თავმდაბლობა არის შენი პიროვნებას, როცა ეხებიან და გამხელენ, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს. როდესაც სიმართლეს გეუნებიან, როდესაც გეუნებიან, რომ ესე არ შეიძლება რომ მოიქცე, როდესაც კიცხავს ვიღაც, აი მაშინ უნდა იყო თავმდაბალი. მაშინ უნდა დაიმდაბლო თავი. ბრძენ ადამიანს ამხილეო. წერია ბიბლიაში. და იგი მას გაუხარდებაო. რადგანაც სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი შეცდომებზე ვინმე რომ იმითითებდეს ობიექტურად, რა თქმა უნდა, რომ ამიხსნიდეს, რომ იცი რა, შენ აი აქ უშვებ შეცდომას. ეს არის მასწავლებლობა. და ესეთი მასწავლებლობა შეიძლება ბავშვისგანაც კი მიიღო. არ უნდა იფიქრო ისე, რომ მაგალითად ბავშვმა რაღაცა გითხრა და იმისგან არ არის მისაღები. ძალიან ბევრ ჭეშმარიტებას ღაღადებს ბავშვის ბაგენიც. და ზოგჯერ დავფიქრებულ ვართ და ვითქვამს, რომ მართალია ეს ბავშვი. უნდა გაჩერდე, მიიღო. შეიძლება ღმერთი მეტყველებდეს ამა თუ იმ ბავშვის პირით და იგი გასწავლიდეს შენ. სიმდაბლე ასეთია და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, ერთმანეთს მოუთმინოთ. თუ მეორე შენი მეგობარი, ახლობელი, სულიერი ძმა და არის გაღიზიანებული ეშმაკის მანქანებით, შენ მოუთმინე. მაგრამ როდესაც შენში არის ამ პარტავნება, შენ ამბობ, რომ როგორ უნდა მოუთმინო ეს რაღაცა, ეს რამა კადრა. ეხლა ამას თუ მოუთმენ, მერე 10 მეც მეტყვის კიდე და არ გასვენებს შინაგანად აი ეს ბრისხანების ჭია. ერთი გითხრა და ჩააფრინდები პირდაპირ თვალებში და გინდა ამოკორტონო ნისკარტით. წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ვემსგავსებით ხოლმე მხეცებს. ჩვენში არის მხეცური. ეს არის გრძნობითი. ზოგჯერ ფრინველებსაც ვემსგავსებით ხოლმე და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც სიმდაბლე ეს არის სიყვარული. როდესაც სიმდაბლე მოდის, აი მაშინ ყველა გიყვარს, ყველას შეგიძლია მოუთმინო. რატომ? იმიტომ რომ არ გტკივა შენ. მისი ეს მამხილებელი სიტყვები შენ არ გტკივა. იმიტომ რომ ამ პარტავნება უკვე შენთან განგდებულია. და ადამიანს უყურებ სრული სიბრალულით, რომ რა დღეში იმყოფება და გეცოდება ესეთი ადამიანი. მაგრამ როგორც კი ვღიზიანდებით, უკვე ნიშანია იმისი, რომ ჩვენში ბუდობს ამ პარტავნება და მიხედე ამას, მიაქცია ყურადღება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.